თქმულების თეორიები. ესენი ხედავენ სამყაროს უფრო სწორად მოდი პირდაპირ თქვათ, ესენი გვატყუებენ როგორ ხედავენ ამ სამყაროს. ეს არ მგონია რომ ყველა მათგანი ასე ხედავს. შეიძლება რაღაც ნაწილს ამის მართლა შეერა და მე ვიცნობ ადამიანებს რომ მართლა შეერათ ამ რაღაცების, იმიტომ რომ ჩვენს კოლეგებთან უცხოელებთან დასვეს კითხვები რომ ჩვენს ლარს რა დაემართება. თქვენ ხომ ეს უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ ხო ყველაფერს თქვენ მართავთ. რაღაც ნაწილს ესაც შეჯერა, მაგრამ იმ ნაწილს ვინც ამ ცეკვის თუ აი ამ სიმღერის შეკვეთას იძლევა, იმას ეს არ ჯერა. მან ზუსტად იცის რომ ეს არის სადღაც რუსეთის კაკების ლაბირინთებში დაწერილი სცენარები, რომლებსაც აქ მე ახმოვანებენ და ვინც კარგად ახმოვანებს, უბრალოდ მე ის ჩანს ხშირად ტელევიზორში. ამიტომ ეს არის რაღაცა შეთქმულებების თეორიები, რომელთაც რა ვიცი, როგორ გითხრათ, მანამდე ექნება არსებობის უფლება, სწორედ აქამდე მინდოდა მისვლა, სანამ ომის დასრულების მერე მოკვდება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ასაზრდოებს ქართული ოცნების აი რუსული ფორმის პროპაგანდას. დავაკვირდეთ რაზე დგას ყოველდღიურ რეჟიმში იმედის ტელევიზიით ისინი ახდენენ ადამიანების დამონათებას რომ იქნება ომი. თუ კი მშვიდობა დამყარდება, მათ აი ამ პროპაგანდას ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები მოაკლდება. ეს ერთი. და მეორე, ძლიერი ამერიკა ნიშნავს დემოკრატიის სიძლიერესაც. დემოკრატიის სიძლიერე ავტომატურად გამორიცხავს ისეთი რეჟიმების არსებობას, როგორი რეჟიმიც არის ბიზინა ივანიშვილი. ხო, რას გულისხმობს ეს? მოდი ვთქვათ, თუნდაც იმ მიმართულებით წავიდეთ. რას ნიშნავს ეს ბატონმა გიორგიმაც ისაუბრა ამაზე? არჩევნები ყველა შემთხვევაში უნდა დადგეს აქ არჩევნები. ან დაუშვათ მომდევნო აი ოქტომბერში დანიშნული არჩევნები. ეს არჩევნები ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს იმ წესების დაცვით, რომ მან ის ვერ გააყალბოს. და ამას ჩვენ ვნახავთ. აი ხვდებით რისი თქმაც მინდა, ამიტომ აი როდესაც დავიწყე ღირებულების სისტემაზე ლაპარაკი, შეიძლება ინდივიდუალურად ტრამპს რაღაც აღქმების სხვაგანად, მაგრამ აი ეს გენერალური ღირებულებები, რომელიც ამერიკის ცენტრალური ღირებულებებია და რაზეც ამერიკა დგას, ამის შეცვლა არის ძალიან ხშირი. აი როცა ვამბობთ, რომ აი ახლა წყდება საქართველოს სად იქნება რაღაც რუსეთის რკინის პარტიის მიღმა თუ დასავლეთთან, აი პროპაგანდა კიდევ რაზე დგას, რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ეს როგორ გადაწყდება, რომ დიდი ბიჭები გადაწყვეტენ, აი ტრამპი ჩააბარებს ან არ ჩააბარებს და ამის მიხედვით გადაწყდება. ალბათ ამაზეც მნიშვნელოვანია რომ ვისაუბროთ, რომ რატომ წყდება აქ საქართველოს შემდგომი როლი აი ამ გეოპოლიტიკურ განლაგებაში. კარგი კითხვაა ძალიან, იმიტომ რომ როდესაც ვამბობთ, რომ ეს ორი სამყარო ერთმანეთისგან ეს აი ამ ასე ვთქვათ კონფლიქტის მე რასაც კულტურულ ცივილიზაციულ კონფლიქტი უწოდე აქ, ამის საზღვრები და ასე ვთქვათ მიჯნები ყველგან გადის, მათ შორის საქართველოშიც. ახლა ის რაც თბილისის ქუჩებში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში მიდის, სწორედ ამის გამოხატულებაა. ეს ბრძოლაა და ეს კონფლიქტი აქაც სად ვიქნებით ჩვენ? ამიტომ ჩვენი ბრძოლა გვაქვს შიგნით. ანუ რას ვგულისხმობთ ამაში რა? აი დაუშვათ ასეთი დაშვება და აი რას თუ კი იქნებოდა საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე პერსონა, რომელიც ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რომელიც უნდა მიიღო პროფესიონალ და ასე ვთქვათ, კარგ მოსამართლეს, ეს პრობლემები ჩვენ არ გვექნებოდა. ანუ რას ვლაპარაკობ? ჩვენი წილი დემოკრატია, ჩვენი გადასარჩენია. ანუ აქ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. ის რაც გარეთ ხდება, ჩვენ ესენი უნდა გამოვიყენოთ. ყველა წარმატებულმა ქართულმა პროექტმა სწორედ ეს გააკეთა. ანუ არ მინდა რაღაც ისტორიული ანალოგიების გაკეთება, მართლა არ მიყვარს, უბრალოდ გაგახვენებ. დავით აღმაშენებლის ასე ვთქვათ, გენიალურობა იმაში იყო, რომ გარშემო რაც ხდებოდა მის გარშემო, ანუ მისი თვალთახედის გარშემო ამ ინფორმაციას კარგად ამუშავებდა და სწორად იყენებდა. ილია ჭავჭავაძის გენიალურობაც ამაშია. ყველაფერს იმის მიხედვით კონტექსტები იცოდა ძალიან კარგად, ამ კონტექსტებში კარგად ლავირებდა და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდა, რომელიც იყო ძალიან ადეკვატური. ამიტომ ვამბობ მეც ამას, რომ ჩვენი ბრძოლა აქ არის ჩვენი მოსაგები. ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ რა ხდება ჩვენს გარშემო, რა არის აქ პლუსები და მინუსები, არ შეიძლება არაფერზე თვალის და ხუჭო არ შეიძლება ტრაგიკული მოცემულობა